ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების განცხადებით მათ ცოცხალი უჯრედი შექმნეს. ეს ხელოვნური სიცოცხლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია. ექსპერტების თქმით, ეს მიღწევა მათ მომავალში ახალი საწვავის შექმნის, დაბინძურებული წყლის სწრაფი გაწმენდის და ვაქცინების წარმოების საშუალებას მისცემთ. გამომგონებლებმა თავიანთ ქმნილებას მსოფლიოში პირველი სინთეთიკური უჯრედი უწოდეს. ჩვენ პირველი უჯრედი შევქმნით, რომელიც სინთეთიკური ქრომოსომის მიერ კონტროლდება. ჩვენ მისი შექმნა გენეტიკური კოდისა და ქიმიკატების 4 ბოთლით დავიწყეთ. ამჟამად მეცნიერი წყალმცენარეებისგან საწვავის შექმნაზე მუშაობს. ჩვენ ბევრი პრობლემის წინ ვდგავართ. დღეს დედამიწაზე 6.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. 30-40 წლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 9 მილიარდს მიაღწევს. ჩვენ არ გვაქვს 6.8 მილიარდი ადამიანის საკვებით, სასმელი წყლით, მედიკამენტებითა და საწვავით უზრუნველყოფის საშუალება. როგორ შევძლებთ 9 მილიარდი ადამიანის უზრუნველყოფას? ბიოლოგია გვაძლევს საშუალებას შექმნათ საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების ახალი წყაროები. ხელოვნური უჯრედის შექმნამ სერიოზული ეთიკური პრობლემები წამოწია. ბიოეთიკური საერთაშორისო ინსტიტუტის დამაარსებელი ჯენიფერ მილერი მიიჩნევს, რომ ისეთი ადამიანების ხელში, როგორებიც არიან ბიოტერორისტები, ახალი ტექნოლოგია კაცობრიობას საფრთხის წინაშე აყენებს. ნებისმიერი ტექნოლოგიის შექმნისას მის დადებით და უარყოფით მხარეებზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ არ ვიცით, რა დაემართება ახალ ორგანიზმებს, როდესაც მათ ბუნებაში გავუშვებთ. არ ვიცით, როგორ იმოქმედებს ეს ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძნელია ახალი მიღწევის მხოლოდ დადებითად ან მხოლოდ უარყოფითად შეფასება.